მოგესალმებით. გრძელდება პირველი იურიდიული პოდკასტი საქართველოში გივი კაკუშაძესთან და ბიძინა ჩხეიძესთან ერთად. პირველი ეპიზოდის შემდეგ მივიღეთ ძალიან ბევრი და დადებითი გამოხმაურება, რაც ბუნებრივია გვახარებს და ამისთვის მადლობას გიხდით. გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხის სამართლის ექსპერტი, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები და თვალი ადევნოთ ჩვენს საინტერესო გადაცემას. მოგესალმებით, დღევანდელი ეპიზოდის თემა იქნება მედიაციაზე, მედიაცია როგორც ალტერნატიული გზა დავის მოგვარების, თუ რა საჭიროებებს მოითხოვს მედიაცია ჩვენ საზოგადოებაში, როგორ ხდება ის და ჯობია თუ არა ზოგადად მედიაცია სასამართლო პროცესებს და რა როლი აქვს ამ ყველაფერში ადვოკატებს, ამაზე და სხვა საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ დღევანდელ ჩვენ სტუმართან ერთად, რომელიც გახლავთ საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ბატონი ირაკლი ყანდაშვილი. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პირველ რიგში დიდი მადლობა რომ გამონახეთ და გვესტუმრეთ და დავიწყოთ ზოგადად მედიაციაზე ლაპარაკით და პირველი რომ ვკითხოთ საზოგადოებას, რომ უთხრათ უბრალოდ თუ რა არის მედიაცია. მოგესალმებით, მივესალმები თქვენს მსმენელს და მაყურებელს. მე მინდა პირველ რიგში მადლობით დავიწყო. მადლობა არა ჩემი გადაცემას შემოწმევისთვის, თუმცა ამისთვის რა თქმა უნდა მადლობა. არამედ მადლობა ვიცინა გივი თქვენ იმისთვის, რომ მსგავსი იდეა ამ შემთხვევაში შესთავაზეთ ფართო საზოგადოებას, ხაზგასმით აღვნიშნავდი იურიდიულ საზოგადოებას და ესეთი კარგი პროდუქტი, რასაც თქვენი პოდკასტი და გადაცემა ქვია. მოგვიცით საშუალება, რომ ვიყოთ მისი მაყურებელი, მხარდამჭერი და მე მინდა წარმატებები გისურვოთ. წარმატებები გისურვოთ ამ საქმიანობაში და არა მხოლოდ, თუმცა ამ კონკრეტულ საქმიანობაში გამომდინარე იქიდან, რომ ნამდვილად არის საჭიროება ფართოდ საზოგადოებისთვის იურიდიული თემატიკის მიწოდების, რითაც ჩვენ სამოქალაქო საზოგადოების, მოდით ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებაში და გამტკიცებაში დიდ როლს ვთამაშობთ. კიდევ ერთხელ წარმატებები, რაც შეეხება დღევანდელი ჩვენი სასაუბრო თემატიკის საკითხს, ძალიან საინტერესო საკითხი არის მედიაცია. იმედი მაქვს, რომ თქვენ მაყურებელს მედიტაციაში არ შეიშლება, თუმცა თუ ასეთი არის ვინმე კიდევ დღეს საქართველოში, ალბათ ეს გადაცემა დაეხმარება მათ, რომ მედიაციასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღონ. რა თქმა უნდა, ამბიცია არ გვექნება დღევანდელი ჩვენი ჩართვის ფარგლებში, რომ ამოვწურავთ ამ თემატიკას, თუმცა პირველადი ინფორმაციის მიწოდება ყოველთვის ღირებული არის. მედიაცია არის, მეგობრებო, დავის გადაწყვეტის მექანიზმი. თქვენ კი აღნიშნეთ ალტერნატიული დავის გადაწყვეტის მექანიზმი, თუმცა უკვე შეთანხმებული არის, განვითარებული იურიდიული მსოფლიო საზოგადოება და ჩვენ ამას ვნერგავთ საქართველოშიც, რომ მედიაცია არის არავის და არაფრის ალტერნატივა. ეს არის დავის გადაწყვეტის მექანიზმი, კიდევ უფრო რო გავამარტივოთ, ეს არის მოლაპარაკება, მოლაპარაკების პროცესი, რომელსაც ხელმძღვანელობს შესაბამისი უნარებით აღჭურვილი მომლაპარაკებელი, მედიატორი, რომელიც ეხმარება ორ მხარეს, რომელთაც აქვთ განსხვავებული ხედვები სამოქალაქო კატეგორიის სადაო საკითხებთან დაკავშირებით, მაინც მოდავე მხარეები რომ არ ვთქვათ. სოციალური საკითხიც. თუმცა რომ დავსვათ საკითხი მაინც და პირდაპირ ვთქვათ, ეს არის სამოქალაქო კატეგორიის დავის მხარეებისთვის დავის გადაწყვეტის ეფექტური მექანიზმი, როდესაც ან მხარეები არიან უკვე სასამართლოში, მაგალითად აქვთ იმ კატეგორიის დავა, როგორიც არის შრომითი კატეგორია, საოჯახო კატეგორია, სამეზობლო კატეგორია, ქონებრივი დავა, არაქონებრივი დავა, ნებისმიერი მოდი ასე ვთქვათ, სამოქალაქო კატეგორიის დავის მხარეები არიან სასამართლოში, ან მხარეები, რომელთაც წარმოეშვათ გივი კონფლიქტი, ხვდებიან რომ არიან დავაში, თუმცა არ უნდათ რომ წავიდნენ სასამართლოში, უკვე სახელმწიფო და კანონმდებლობა მათ სთავაზობთ ამის საშუალებას, რომ 2020 წლის 1 იანვრიდან მას მერე რაც კანონი ამოქმედა მედიაციის შესახებ, მიმართონ პირდაპირ მედიატორს, მომლაპარაკებელს და თუ შეძლებენ და პროფესიონალი მომლაპარაკებლის ჩართულობით მიაღწევენ შეთანხმებას, კანონმდებლობა მათ აძლევს საშუალებას, რომ საბოლოო ჯამში მათ მიერ მიღწეული შეთანხმება, რომელსაც ხელმძღვანელობს და ეხმარება მომლაპარაკებელი, ოღონდ გადაწყვეტილებას იღებენ მხარეები, რაც განასხვავებს ფუნდამენტურად სასამართლოსგან, არბიტრაჟისგან, მედიაცია, სადაც არბიტრი და მოსამართლე იღებს გადაწყვეტილებას, აქ მხარეები იღებენ გადაწყვეტილებას და აი ეს გადაწყვეტილება კანონმდებლობით არის ხელმისაწვდომი, რომ შემდგომ უკვე დადასტურდეს ხელისუფლების მხრიდან, სასამართლო ხელისუფლების მხრიდან და მხარეებმა საკუთარი დავა, საკუთარი გადაწყვეტილებით დაასრულონ, რაც ალბათ ყოველთვის გასაგებია, რომ ესე იგი ორივე მხარე რჩება კმაყოფილი, განსხვავებით სასამართლოსგან, განსხვავებით არბიტრაჟისგან და გასაგებია, რომ ორივე მხარემ ესე იგი ამ მოლაპარაკების ფარგლებში მიაღწია მათ ინტერესზე, ამას მე ხაზი მინდა გაუსვა, მათ ინტერესზე მორგებულ
ორმხრივად სარგებლიან საბოლოო გადაწყვეტილებას. ამას რატო უსვამთ? ორივე მოგებული რჩება. დიახ ბატონებო. ჩვენ დღეს ადვოკატები შევიკრიბეთ, ხო? საბოლოო ჯამში სასაუბროთ და შესაბამისად ვინ თუ არა ჩვენ ადვოკატებმა ძალიან კარგად ვიცით, რომ სამართალწარმოების გზით დავის გადაწყვეტის შედეგად ორივე მხარე კმაყოფილი ვერ რჩება, რიგ შემთხვევაში შეიძლება ვერც ერთი მხარე ვერ დარჩეს კმაყოფილი, იმიტომ რომ ნებსით თუ უნებლიეთ სოფლიო გამოწვევა არის და მათ შორის საქართველოსი, როცა სამართალწარმოების შედეგად ჩვენ პროცესში რიგი მიზეზების გამო ან გაჭიანურებას აქვს ადგილი, მხარეთა შორის ურთიერთობა უფრო იცაბება და საბოლოო ჯამში საზოგადოებრივი ინტერესია, რომ ჩვენ მივიღოთ ნაკლებ დაძაბული სოციუმი და დაძაბულობის რელსებიდან მოლაპარაკებების რელსებზე გადავიყვანოთ საზოგადოება, რომელიც არის საბოლოო ჯამში სოციალური დიალოგის მხარე და სწორედ მედიაცია, როგორც აღნიშნე გივი, სოციალური მოვლენაც არის, ხელს უწყობს საზოგადოებას, რომ სოციალური დიალოგის ფარგლებში მათ ინტერესზე მორგებული მოლაპარაკების გზით ორმხრივად სარგებლიანი შეთანხმებით ამოწურონ. კი არ გადადონ, არამედ აღმოფხრან კონფლიქტის წყაროები ამოწურონ და გააგრძელონ ურთიერთობა. ერთსაც დავამატებ, რომ არ გამიგრძელდეს. მედიაცია არის ინტერდისციპლინარული მოვლენა, რა თქმა უნდა სამართლებრივი შედეგის მაყენებელი და სამართლებრივი მიმართულება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სოციალური მოვლენა იმ კუთხითაც, რომ კულტურას ნერგავს საზოგადოებაში დიალოგის. რა დიალოგშიც ახლა დღეს ჩვენ ვართ და მე მონოლოგში ნამდვილად არ გადავიყვან, მაგრამ დიალოგის კულტურა დიდი გამოწვევა, დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში და ეს მიმართულება ხელს უწყობს საზოგადოებას, რომ ისინი ჩაერთონ ომხრივად სარგებლიან დიალოგში და ეს ძალზედ მნიშვნელოვანი და მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ, რომ ამ თემატიკის წინა პლანზე წამოწევით, თქვენ ასევე მხარს უჭერთ საზოგადოებაში მედიაციის დანერგვას და დიალოგის კულტურის განვითარებას და ამისი წყარო არის ინფორმირებული მომხმარებელი. და სწორედ თქვენი მაყურებელი არის მომხმარებელი, მე არ უსურვებ მათ დავას, მაგრამ დავები ხდება და ერთ-ერთ ეფექტურ გზად აწი შეუძლიათ გამოიყენონ მედიაცია. ჩვენ ვსაუბრობდით მედიაციაზე როგორც სოციალურ მოვლენაზე. ამ კუთხით რა გამოწვევებს ხედავთ სასამართლოში? რა არის უფრო მეტად განსახორციელებელი, რომ ხალხი და მათ შორის სასამართლოც მივიდეს იქამდე, რომ უფრო აქტიური გახდეს მედიაცია და სწორედ მედიაციით დავასრულოთ დავა. მოდით ასე ვთქვათ. მედიაცია, რაც უკვე გავაკეთეთ ამაზე აქცენტები, არის დავის გადაწყვეტის მექანიზმი. ნახეთ მეგობრებო, ძალიან მარტივად რო უთხრათ მაყურებელს და მსმენელს. მომხმარებელი თავად უნდა წყვეტდეს, რა ტიპის წარმოება არის მისი ინტერესი. რა ტიპის სამართალწარმოების, მოდი ასე ვთქვათ, გზით ესახება საკუთარი პრობლემის რეგულირება. ნახეთ, სადამდე დავდივართ, საზოგადოებამდე დავდივართ. თქვენ ადვოკატები, ჩვენ ვართ ხელში ინსტრუმენტი ჩვენი მარწმუნებლების. ოღონდ ინსტრუმენტი იმ კატეგორიის, რომ ჩვენ უნდა მოვემსახუროთ მათ საუკეთესო ინტერესებს. რას ნიშნავს ეს? როდესაც ჩვენთან ადვოკატებთან მოდის მხარე, რომელსაც აქვს ესა თუ ის სამართლებრივი პრობლემა. ჩვენ მას უნდა სრულყოფილად დავანახოთ მისი სამართლებრივი პრობლემის რეგულირების მექანიზმები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი არის, რომ მათ შორის ადვოკატებს პირდაპირ უთხრათ, რომ როდესაც კონსალტინგს უწევენ დავის გადაწყვეტის მექანიზმების შერჩევის ჭრილში თავიანთ კლიენტებს, მხოლოდ სასამართლო და არბიტრაჟზე ეს კონსულტაცია არ უნდა დაიყვანონ. აწი უკვე და მათ შორის უნდა შესთავაზონ და აუხსნან მედიაციის რაობა. აი კლიენტია მერე უკვე ის მომხმარებელი არის საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები, ვინც უნდა გადაწყვიტოს მის წინაშე არსებული პრობლემის რეგულირება, როგორ ესახება, რომ იმ კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის არის ყველაზე ეფექტური. აქედან გამომდინარე, ნახეთ ამითი რატო დავიწყე. მედიაცია არის აბსოლუტურად თანასწორი დავის გადაწყვეტის მექანიზმი არბიტრაჟთან და სასამართლოსთან ერთად. უბრალოდ მომხმარებელს უნდა ესმოდეს დავის რეგულირება, რომ დაუბრუნდეთ თქვენ შეკითხვას. ესახება და უნდა იმგვარად, რომ საბოლოოდ მას გამარჯვებული ეწოდოს და ვიღაცას დამარცხებული, თუ მას ესახება, რომ რეგულირება მის წინაშე არსებული კონფლიქტის უნდა გარკვეული დათმობის გზით, იმიტომ რომ ის იაზრებს, რომ მხარესთან ვისანაც კონფლიქტშია, ის მას სჭირდება. მოდი დავარქოთ ყველაფერს თავის სახელი, ხა ადვოკატებისთვის ძალიან მარტივად აღქმადია და მე დარწმუნებული ვარ, მსმენელი და მაყურებელიც გაიგებს, რაზეა საუბარი. კონფლიქტში როგორ აღმოჩნდებიან მხარეები, სამოქალაქო კატეგორიის ზავებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ხო ხა სისხლს და ადმინისტრაციულს აღარ ვიხილავ. სახელშეკრულება ურთიერთობებში. ისევ ერთმანეთის ურთიერთობიდან გამომდინარე. საოჯახო ურთიერთობებში.
სამეზობლო ურთიერთობებში, ანუ არის ორი სუბიექტი, რომელთაც მეზობლები ჰქვიათ. ბიზნეს ურთიერთობებში. არის ორი სუბიექტი, რომელთაც მეუღლეები ჰქვია, არის ორი სუბიექტი, რომელთაც ბიზნეს პარტნიორები ჰქვია, ან სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარეები. ანუ მათ სჭირდებოდათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ამიტომ აღმოჩნდნენ ამ ტიპის ურთიერთობაში. მერე შედიან კონფლიქტში. ესე იგი, ეს ურთიერთობა მათ ამ კონფლიქტის აღმოფხვრის შედეგად უპრიანია რომ გააგრძელონ, ერთმანეთი ჭირდებათ. ოჯახისევრებსაც, მეზობლებსაც, ბიზნეს პარტნიორებსაც და თუ ისინი გადავლენ დაძაბულ რელსებზე ურთიერთობების რეგულირების, ისინი უფრო დაშორდებიან ერთი მეორეს. ამით იმისი თქმა ნამდვილად არ მინდა რომ ყველა დავა მორიგებით დასრულდება, ეს არასერიოზულია. ამის მოლოდინი არავის არ უნდა კონდეს, მაგრამ ის რომ სოციუმს ესმოდეს, რომ ეცადოს პირველ რიგში დავა დაასრულოს შეთანხმებით რით ხარჯზეც ის მომხმარებელი კმაყოფილი დარჩება და მოგებული დარჩება საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ ნაკლები რესურსები დახარჯა და ალბათ თქვენ დღეს გადაცემაში ჩამაშლევინებთ ამ საშუალებებს, რა უპირატესობები აქვს მედიაცია, ჩვენ დავინახავთ, რომ პირველ რიგში ჯობს რომ ეცადოს მხარე მორიგდეს და თუ ეს არ გამოდის, კონსტიტუციური უფლებაა სასამართლოსადმი მიღება, გარანტირებულია და შეუძლიათ და არის. ადვოკატის როლზე, ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია ადვოკატის მონაწილეობა? ვიცინა. უმნიშვნელოვანესი არის. მე პირდაპირ ვიტყვი, დღეს თქვენ მე წარმოგიდგენთ როგორც მედიატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამ ეტაპზე, თუმცა მე პირველ რიგში ადვოკატი გახლავართ და ამ პროფესიაში როგორც საქართველოში, ასევე ამერიკაში, ასევე ევროპულ იურისდიქციებში ძირითადად მოქმედი ადვოკატები მიდიან და ირგებენ მედიატორის მანტიას. ეს ფაქტია, მოცემულობა, ამას გვერდს ვერ ავუვლით. ასეა საქართველოშიც. მაგრამ პირველ რიგში ადვოკატების როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი გამართულ და ეფექტურ მედიაციაში. რაც არ უნდა კარგი მომლაპარაკებელი ვიყოთ და ამბიცია უნდა გქონდეს რომ ვართ მით უფრო მედიატორის სტატუსის მქონე პირებს, ჩვენ თუ წარმოებაში ორი მხარე, ვისაც ვეხმარებით, ვის პროცესაც ვფასილიტირებთ, რომ მათ მიაღწიონ მორიგებას, თუ არ არიან წარმოდგენილი ადვოკატებით, რომელთაც კარგადაა აქვთ გააზრებული, იქ მათი როლი შეთანხმებამდე მისვლა ძალიან რთულია. იმიტომ რომ დაძაბულო გარემოში ყოფი პირები აღმოჩნდნენ ახალ პლატფორმაზე, სადაც მათ სასამართლოსგან განსხვავებული პლატფორმაა, ეს არის ერთმანეთისადმი სვლა დათმობის ხარჯზე და ამას სხვა უნარები ჭირდება, ამას სხვა ფსიქოემოციის სწორი მართვა სჭირდება და მათ შორის მედიაცია არის არაფორმალური პროცესის მოლაპარაკება, აქ სამართალი არ იხილება, მაგრამ შედეგი რაზეც მხარეები შეთანხმდებიან და თუ შეთანხმდებიან ბიძინა, ის უკვე სამართლებრივი დატვირთვის და შედეგების მატარებელია და ვინ თუ არა თქვენ ადვოკატებმა უნდა დავეხმაროთ მხარეებს არა მხოლოდ მორიგების გზით სვლისკენ, არამედ რა პირობებით მორიგებით დავის დასრულებასთან დაკავშირებით სწორი კონსულტაციის მიცემა ადვოკატებზე, მათ მხრებზე გადასასვლელი ვალდებულება, იმიტომ რომ მედიატორი თავისი არსით და ბუნებით არ არის იურიდიული რჩევების მიმცემი პირი, უფრო მეტიც ჩვენი კანონმდებლობით, ევროპული და ამერიკული კანონმდებლობით მედიატორები არ არიან იურისტები, სავალდებულო სახით და თუ არიან, ისინი კონსალტინგში არიან ჩართულები. მედიაცია ენერგიებოდა ჩვენი კოლეგების გარკვეული ნაწილი სკეპტიკულად უყურებდა. დღესაც გარკვეული ნაწილი სკეპტიკულად. მაგას კითხვა მინდოდა ზუსტად რამდენად შეიცვალა ეს ტენდენცია და თუ არის უფრო დადებითად. ძალიან კაი კითხვა არის, ბიძინა, მადლობა ამ თემის გაშლის საშუალების მოცემისთვის. ჩვენი კოლეგები ისევე როგორც ყველა სხვა იურისდიქციის ჩვენი კოლეგა ერთნაირი ამ შემთხვევაში როგორც მიდგომებით ხელმძღვანელობთ, ასე რომ ეს არ არის უცხო, ზოგადად საადვოკატო სპექტრისთვის ამერიკაში, ევროპასა და მათ შორის საქართველოშიც, რომ ადვოკატები და სწორი ხარ ბიძინა, თავში აღნიშნე რომ დასაწყისში სკეპტიკურად უყურებდნენ და მე არ მალავდა ვიტყვი რომ დღესაც არიან, რა თქმა უნდა, ეს ჩვეულებრივი რამეა, სკეპტიკურად შეიძლება იყვნენ განწყობილნი მედიაციისადმი და ეს მისაღებია. ამას ჩვენ არ უნდა შევხედოთ უარყოფითად, უბრალოდ უნდა ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ გამოწვევას სწორად მივუდგეთ, სწორად ვემუშაოთ ამ საკითხს და რატო? მე ასე მგონია. თუ მეშლება და თქვენ თუ განსხვავებულად ფიქრობთ, მითხარით. მაგრამ ეჭვი მაქვს ასე არის ფიქრობთ, რომ ადვოკატები ხართ. ადვოკატები არიან ყველაზე პრაგმატული და პრაქტიკული პროფესიის წარმომადგენლები. და ჭკუა გონება არსობრივად უნდა იყოს პრაქტიკული, პრაგმატული, ხო მე ესე მესმის. და თუ ჩვენ ამაზე ვთანხმდებით და ჩვენს გარდა მე დარწმუნებული ვარ, რომ ადვოკატა ყველაზე დიდი პროფესია, ყოველ შემთხვევაში იურიდიული პროფესია ერთ-ერთი ყველაზე დიდი არის რიცხოვნებით, თუმცა რიცხოვნება არა, მთავარი ხარისხიც მნიშვნელოვანია, მაგრამ ესეც აღვნიშნოთ, რომ ყველაზე დიდი პროფესია არის. და თუ ეს ამხელა კოხორტა იურიდიული პროფესიის ყველაზე პრაგმატული და პრაქტიკული, ამაზე ამბიცია გვაქვს, ჩვენ რო ერთი წამით დავფიქრდეთ და მივხვდეთ და აი ამაზე ვისაუბროთ, რა შეიძლება მისცეს მედიაციამ ადვოკატს.
ამ ყველაფრის ფონზე როგორ შეიძლება რომ ადვოკატებს კონდეთ სკეპტიციზმი, თუმცა ეს ლოგიკურია, იმიტომ რომ თავიდან როცა ეს ნოვაცია არ ვიცით ან ჩვენი როლი რა არის, ან მიგვაჩნია რომ მედიაციამ შეიძლება კლიენტი დაგვაკარგინოს, არის ამაზე აქცენტები, ეს იტალიაშიც იყო და დაბრკოლება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, ამერიკაშიც და დღეს აქაც არის. ჩვენ უნდა უთხრათ ადვოკატებს, რომ აქ ჩვენ კლიენტს არ დავკარგავთ, პირიქით, აქ ჩვენ კლიენტისთვის უფრო ეფექტური მომსახურება შეგვიძლია გავწიოთ, იმიტომ რომ მედიაცია არის დროული. მედიაციაში განსხვავებით არბიტრაჟისგან, განსხვავებით სასამართლოსგან, სადაც ადვოკატი დროს ვერ განსჭვრიტავ, რა დროში დამთავრდება შენი კლიენტის წარმოება, ხო? შედეგს ვერ განჭვრიტავ, ხომ ერთად აიფარო სასამართლოში შედეგი განჭვრიტო არა? აი აქ ამ პლატფორმაში, როცა კლიენტს წარმოადგენ, როგორც ეფექტური ამ შემთხვევაში იურიდიული რჩევის მიმცემი მოლაპარაკების პროცესში შენ დროს განსჭვრიტავ, იმიტომ რომ დროში გაწერილია. შენ აგეგმარებ საბოლოო ჯამში მათ შორის ამ დროს და შენ შედეგს განჭვრიტავ კლიენტისთვის. შეთანხმების რა პირობაზე სრულდება გადაწყვეტილებას, რაზე იღებ, შენ იღებ და კლიენტი შენზეა დამოკიდებული და მათ შორის იღებ თუ არა საბოლოო ჯამში შეთანხმებით შედეგს და ხომ არ წყვიტავ რომ წახვიდე და გააგრძელო სხვა მექანიზმის გამოყენებით დავა. ანუ ამაზე დიდი პრაქტიკული შედეგი ადვოკატს ხელში რა უნდა მივცეთ, რომ დრო შეუძლია განჯვრიტოს, შედეგი შეუძლია განჯვრიტოს და კლიენტი დატოვოს კმაყოფილი. და კმაყოფილი კლიენტი საბოლოო ჯამში არის თქვენი რეპუტაცია, თქვენი ახალი კლიენტი, თქვენი წარმატებული საქმე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეგობრებო, ჩვენ დროს უზოგავთ და ადვოკატისთვის მე ასე მგონია ყოველ შემთხვევაში. ჩემი უკვე 22 წელია საადვოკატო პრაქტიკაში ვარ. ყველაზე დიდი მეგობარი ჩემთვის ადვოკატისთვის ყოველთვის არის დრო. იმიტომ რომ დროს თუ ეფექტურად გამოვიყენებ, მე უფრო წარმატებული შემიძლია ვიყო, უფრო მეტ კლიენტს მოვიმსახურო და რა არის ყველაზე დიდი ერთ-ერთი ინტერესი ადვოკატის შემოსავალი. რა თქმა უნდა. რაც მეტი კლიენტი გყავთ და კმაყოფილი კლიენტი გყავთ და დასრულებული საქმეთა ნაკადი გაქვთ, თქვენ რა თქმა უნდა შემოსავალზე ორიენტირებულ წარმოებას ხელმძღვანელობთ თქვენი პრაქტიკით. და გაჭიანურებული წარმოება ეს ამერიკაში იქნება, სასამართლოში, ევროპაში თუ საქართველოში რა მნიშვნელობა აქვს ადვოკატი იქაც გაჭიანურებული პროცესის მხარეა და აქაც და ერთი ინსტანციის დავის გასვლაში რომ ხანდახან 2-3 წელი შეიძლება დაგეხარჯოთ, რა ჰონორარის შერგებაზე ვსაუბრობთ და რა დროის სწორ მენეჯმენტზე და აქედან გამომდინარე, როდესაც არის კანონმდებლობით ეს რესურსი. ეს შესაძლებლობა მოცემული, მე შორს ვარ იმ იდეისგან, რომ ჩვენ ყველაზე პრაქტიკული, ჩვენ ყველაზე პრაგმატული ხალხი ადვოკატები ამ საშუალებას მინიმუმ არ დავუმეგობრდებით და არ ვეცდებით, როცა კლიენტის ინტერესია და ვხედავთ, რომ მორიგება უნარიანია, არ გამოვიყენებთ. არ გამოვიყენებთ საკუთარ თავს ავაბრალოთ. თითის გაშვერა გვიყვარს ხანდახან ბევრი მიმართულებით და ყოველთვის ეს არაა სწორი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ იქნება სწორი. მოდი აი ესეთ შეკითხვაზე გადავიდეთ, ირაკლი. კონკრეტულად ჩავშალოთ, რა უპირატესობები გააჩნია მედიაციას. კონკრეტულად რომ საზოგადოებამ უფრო მეტად აღიქვას თუ რა შეიგებს მედიაციის მიმართვის შემთხვევაში და რა უპირატესობები ექნება ამ დროს. ძალიან კაი შეკითხვა არის, კონკრეტიკა ყველაფერს უხდება და ჭირდება და არა მხოლოდ საზოგადოება, არამედ ადვოკატებმაც რომ ძალიან დეტალურად აღვიქვათ რა უპირატესობების მატარებელი არის ეს პროცესი. თუმცა მოდი თავში მაინც ვიტყვი, რომ საბოლოოდ მაინც კლიენტის გადასაწყვეტია, იმიტომ რომ დამეთანხმებით კოლეგებო, შეიძლება თქვენ გყავდეთ მარწმუნებელი, რომელსაც აქვს რესურსი, გნებავთ ფინანსური და გნებავთ ნებისმიერი კატეგორიის, რომ დათმობით რაღაცები დაზოგოს, მაგრამ დათმობა არ უნდა. და შეიძლება გყავდეთ არაერთი მარწმუნებელი, რომელსაც ნება აქვს, მაგრამ რესურსი არ აქვს. ასე რომ ამაში არის ძალიან მნიშვნელოვანი თქვენი როლი, ადვოკატების როლი, რომ მარწმუნებელს დავანახოთ, რომ მან ინფორმირებული გადაწყვეტილება მიიღოს იმ კონკრეტულ დროს, მისთვის რა არის ყველაზე სწორი პრიორიტეტი. და მე უკვე ნაბიჯები გადადგა. ახლა შეეხება უპირატესობებს და კონკრეტულ უპირატესობებს. როგორც კი მთხოვა და დამავალა რომ ვისაუბრო. პირველი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ მაყურებელს უნდა უთხრათ, რომ მედიაციის გზით თქვენ ხელში არის თქვენი ხვალინდელი დღის გადაწყვეტის საშუალება. თქვენ ხელში არის თქვენი ბედის განკარგვის ეფექტური საშუალება. განსხვავებით სასამართლოსგან, რიგ შემთხვევაში გივი შევადარებ, ხო? დავის გადაწყვეტის სხვა მექანიზმებს. გნებავთ არბიტრაჟს და გნებავთ სასამართლოს. განსხვავებით არბიტრაჟისგან, განსხვავებით სასამართლოსგან, ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ იღებთ მედიაციაში გადაწყვეტილებას. სასამართლოში და არბიტრაჟში მესამე ნეიტრალური კვალიფიციური პირი, მოსამართლე გნებავთ არბიტრი იღებს გადაწყვეტილებას. აქ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას. ეს ძალზედ დიდი უპირატესობა. ხო, ალბათ ამეთანხმებით ნებისმიერ პირს, ეს ფიზიკური იქნება თუ იურიდიული, ყოველთვის უნდა რომ თავად გადაწყვეტოს. და ყველაზე კარგად თვითონ იცის ეს საქმე. რა თქმა უნდა. მეორე, გარდა იმისა, რომ თავად იღებთ გადაწყვეტილებას და თუ
თქვენთვის მისაღებია თქვენ ინტერესზე მორგებული გადაწყვეტილებისკენ მიდიხართ, დათანხმდებით. თუ არა და რაიმე იძულების მექანიზმი აქ არ არის. ანუ ერთი ეს რომ თავად იღებთ გადაწყვეტილებას. ამ პროცესის ფარგლებში თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ და დაარეგულიროთ დრო, რა დროში შეიძლება რომ ეს გადაწყვეტილება იქნეს მიღებული. დამეთანხმებით ალბათ ყბადაღებული თემაა. ამერიკაშიც, ევროპაშიც და საქართველოშიც სამართალწარმოება არის გაჭიანურებული, გადატვირთული სასამართლოები. ეს მხოლოდ საქართველოს მოვლენა არ არის. მედიაციაც იმიტომ ამოქმედდა საქართველოში და არა მხოლოდ მათ შორის ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ ქვეყანაში 2008 წელს როცა მიიღო დირექტივა ევროკავშირმა ევროდირექტივა, იქ პირდაპირ ჩაიწერა, რომ გადატვირთული სასამართლო წარმოებების დროში ეფექტურობის მიზნით მიღებული იქნეს რეგულაციები კომერციული და სამოქალაქო კატეგორიის ზავების მედიაციის გზით რეგულირების. ანუ აღიარა ევროპამ, რომ გადატვირთულია სასამართლო წარმოება. მათ შორის ჩვენთან აქედან გამომდინარე დრო გარდა იმისა, რომ თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, მეორე უპირატესობა დროში თავად განსაზღვრავთ და ამენეჯმენტებთ რა დროში უნდა იქნეს თავად დასრულებული. ფინანსები, მეგობრებო. ნებისმიერი მოქალაქე, ეს ამერიკელი იქნება, ევროპელი თუ ქართველი, ყველა უყურებს ფინანსებს. პირველი რისი დაზოგვა გინდაო, ამბობენ დროის და ფინანსების. არ ჩვენ ვართ გამონაკლისი, მე დარწმუნებული ვარ, ქართული ბიზნესი და ქართველი ფიზიკური პირები ფინანსების დაზოგვაზეც ფიქრობენ. გაჭიანურებული, მოდი შევთანხმდეთ, მე აქსიომატურად საუბარი მიყვარს, ანუ კონკრეტულად, რომ ვერ შეგედაოს ვერავინ. თუმცა თან პროფესია გვაქვს ისეთი ადვოკატები, რომ ვიცოდეთ, რასაც ვამბობთ რის საფუძველზე და დასაბუთებულად, რომ უნდა უიღოს ეს ფაქტი, ხო? აქსიომატურად. ფინანსებთან დაკავშირებით გაჭიანურებული წარმოება, ეს არბიტრაჟი იქნება თუ სასამართლო, ხანგრძლივი ნებისმიერი პროცედურა, რასთან არის დაკავშირებული? ფინანსურ დანახარჯთან. მედიაციას თავაზობს მომხმარებელს, სწორედაც თქვენ მაყურებელს და მსმენელს და ჩვენთვის ეს ამნიშნულოვანი ადვოკატებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენზე ანარეკლია პირდაპირ, ეს არის ფინანსების დაზოგვა. გამომდინარე იქიდან, რომ სასამართლო მედიაცია არის ფორმა მედიაციის, ის არის 45 კალენდარული დღის ვადით, ერთჯერადად იმავე ვადით გადაგრძელება, სად 90 დღე და სად თუნდაც პირველი ინსტანციის წარმოების ვადი. რამდენიმე წელი. თქვენ უგეთიცით. არასასამართლო მედიაცია, ეს არის ასევე მედიაციის ფორმა, სადაც მხარები თავად თანხმდებიან დროზე, რა დროში უნდათ, რომ თავად დაარეგულირონ მოლაპარაკების გზით. ანუ ფინანსების დაზოგვა ეს იქნება საპროცესო თუ არასაპროცესო ფინანსების დაზოგვა არის დიდი უპირატესობა. სასამართლო მედიაციაში თქვენ მედიატორს ჰონორარსაც არ უხდით მხარეები. ეს დიდი ფუფუნება. მორიგდებით სასამართლო მედიაციაში ბაჟი გიბრუნდებათ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ფინანსური დანახარჯის მინიმიზაცია დიდი უპირატესობა, ეს მე მგონი მესამე მეოთხე უპირატესობა და კიდევ ერთი მათქვევინეთ და მე შემდეგ კითხვაზე გადადით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი უპირატესობა არის. მე თავში მაგითო აღვნიშნე, რომ ჩვენ არ ვართ გამონაკლისიერი, ევროპა იქნება ეს თუ ამერიკა, ყველა ფინანსების და დროის დაზოგვაზე საუბრობს და მე გეტყვით, რომ მედიაცია თქვენ უფრო კარგ რაღაცას დაგაზოგინებთ. რაზეც შეიძლება არ ფიქრობთ დასაწყისში. მაგრამ ახლა აქაც აქსიომატურად დაგისაბუთებთ, რომ ეს დანაზოგი უფრო დიდია, ადამიანური რესურსის დანაზოგი. რატომ? მარტივად აქაც აქსიომატურად რომ ვთქვათ, ნებისმიერი ბიზნესი წარმოება, რომელიც არის მუდავი მხარეებს შორის წარმოება, სადაც მხარეები ჩართულნი არიან და ყადაღაა გამოყენებული, ერთმანეთს ეკიშპებიან, შეჯიბრებითი პროცესია, ერთმანეთის დანახვა აღარ უნდათ და ტემპერატურა მაღლა აწეული, ემოციური უდიდესი ემოციის დანაკარგს იწვევს. ჩვენ ახლა შეჩვეული ვართ პროფესიის წარმომადგენლები, მაგრამ ჩვენი მარწმუნებლებისთვის ეს საკმაოდ დიდი დარტყმა. ხშირად შეიძლება გაგიგიათ გადაყვა დავას. ყველას მე ჯანმრთელობას უსურვებ, მე მყოლია სამწუხაროდ და ღმერთმა აცხონოს ჩემ პრაქტიკაში სამი შემთხვევა, როცა მარწმუნებელი გარდაიცვალა, უღოდ მეორე მხარემ მოუსპო სიცოცხლე. შედეგიდან გამომდინარე. ნახეთ, სად მივდივართ, სადამდე დავდივართ. გადატვირთული და გაჭიანურებული და დაძაბული წარმოება ამერიკაში, გერმანიაში თუ საქართველოში იწვევს აი ამ დიდ დანახარჯს, რასაც ქვია რიგ შემთხვევაში ლეტალური თუ ემოციური დანახარჯი, რაც საბოლოო ჯამში აისახება ყველა თითოეულ ჩვენთაგანზე. აქედან გამომდინარე, თუ მხარეები გააზრებული ვართ, გვესმის და მზად ვართ, რომ დათმობის გზით ვიაროთ და უფრო მოკლე დროში მაინც ის მინიმუმ შედეგი მივიღო, რაც მე შეიძლება 8 წლის მერე მიმეღო, დიდი დანახარჯების დროის, ფულის და როგორც აღნიშნე, გივი ემოციების და ადამიანური რესურსის და ახლა მივიღო და ეს თუ ამაში გაწაფული ვარ და მესმის, რა თქმა უნდა ეს ძალიან დიდი უპირატესობა. რატო? იმიტომ რომ მარტივი არის, ნახეთ, და მე ახლა ვიცდები, აქაც პატარა ფორმულა გითხრათ, რამდენად ადამიანური რესურსის დანაზოგი შთანთქავს ფულად დანახარჯს და თავის თავში მოიცავს და მათ შორის დროით დანახარჯს და დაინახოთ, რომ ადამიანური რესურსის დანახარჯის დაზოგვა
ფულზე მნიშვნელოვანია და დროზე მნიშვნელოვანია, ძალიან მარტივად გეტყვით რანაირად. თუ მე არ ვნერვიულობ და ემოციურად ნაკლები დანახარჯი მაქვს, მე უფრო დიდხანს ცოცხლობ გივი. ხო, აბსოლუტურია. კარგი ცხოვრება. კარგი ცხოვრება ყველას უნდა. ხო, დიდხანს ცოცხლობ. თუ მე ფიზიკური პირი ვარ და დიდხანს ცოცხლობ. ხო ივარაუდება რომ მე უფრო მეც ვმუშაობ, რახან დიდხანს ცოცხლობ. ანუ მე შემოსავალიც ხო ივარაუდება, ანუ ფულში რო გადავზარდოთ. შემოსავალიც ხო ავტომატურად უფრო მეტი მაქვს, ვიდრე შეიძლება ემოციურ ფონზე და ადამიანური რესურსის დანახარჯის ფონზე მომესწრაფა ეს ცხოვრების დრო და ვეღარ ვიღებ შემოსავალს. ზაუნებთავი რომ აღარ არის სუბიექტი ხელმისაწვდომი. იგივეა ბიზნესშიც. ბიზნესიც ხო ცოცხლობს. იურიდიული პირის სიცოცხლე რა განსხვავებულია, ანუ ის დიდხანს საქმიანობს. თუ ბიზნესი უფრო მეტად ოპერირებს, ბიზნესი უფრო მეტ შემოსავალს იღებს. აქედან გამომდინარე, ნახეთ, ანუ დროსაც ზოგავ, ფინანსებსაც ზოგავ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს დანახარჯის დაზოგვა, ემოციური და ადამიანური რესურსის უფრო ღირებული მონაპოვარია, რასაც მედიაცია აძლევს, თუ ჩვენ ვიცით, თუ ჩვენ გვჯერა და თუ ჩვენ გვინდა რომ ამ გზით ვიაროთ. თუმცა აქედან გამომდინარე, თავში რომ ვთქვა, ეს ალტერნატივა არ არის, ეს არის თანასწორი მექანიზმი და დაემხარემ მოდავე ბენეფიციარმა თქვენი სერვისების, ჩვენი ადვოკატების სერვისებს გადაწყვიტოს, დავის რეგულირება უნდა მედიაციით, უნდა არბიტრაჟით, უნდა სასამართლოთი და აი ჩვენ კი უკვე კეთილი ვინებოთ და თანაბარი კვალიფიკაციით მზად ვიყოთ სამივე მიმართულებით, რომ სერვისი შევთავაზოთ და არა მხოლოდ სამართალწარმოებაში გაწაფულნი ვიყოთ. უპირატესობებზე რომ გავაგზავნოთ საუბარს, სამედიაციო პროცესის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ ნაკლებად აკადემიურ გარემოში ტარდება და ბევრად სასიამოვნო მიმდინარეობს. ნაკლებად ფორმალურ გარემოში. აკადემიურობას ვინ არჩევნებთ ამ მიმართულებით. და უფრო მეტად საინტერესო მიმდინარეობს, ვიდრე სასამართლო პროცესში და დაძაბულობაც შესაბამისად ნაკლები არის. ცალსახად. და გარდა ამისა, თუ მოხდა ისე რომ ვერ მოხერხდა შეთანხმება, სასამართლოს მიმართვის უფლებას არავინ არ გართმევდა და შესაბამისად აი როგორი ლაკონური და კარგი რეზუმე შემოგთავაზეთ ბატონო. მე მიხარია რომ თქვენ ამ სხვათა შორის მე ჩემი გამოცდილებიდან მინდა მოვყვე და შემდეგ შეკითხვას დავსვამ. ერთ-ერთ საოჯახო დავაზე, როცა სასამართლო მედიაცია დაინიშნა, ეს ადამიანები სულ სხვაგვარად წარდნენ მედიატორების წინაშე. უფრო მეტად ფიქრობდნენ იმაზე, როგორ მოეგვარებინათ პრობლემა, ვიდრე სასამართლოში. იმიტომ რომ სასამართლოს ფორმალობა მაინც ზეგავლენას ახდენს ჩვეულებრივ ადამიანებს. კი, ძალიან კაი მაგალითი მოიყვანე, ნახე, ამას აგიხსნე ფსიქოემოციურად. მედიაცია, იურისპრუდენცია არა, ფსიქოემოციის სწორმართვა. როცა ორ ადამიანს შენ უშვებ შეჯიბრებით პროცესში და ეუბნები, რომ შენ ხარ მოსარჩელი, შენ ხარ მოპასუხე და ქიშფში ხარ, სულ სხვა გონით და მიდგომით ხარ ეგ წარმოქმნილი და როცა ხარ უკვე გარემოში, სადაც მოწოდება არის, რომ უნდა მიაღწიო დათმობის გზით მორიგებას, ფსიქოემოციურად სხვანაირად ენწყობი. აი ამით აიხსნება და მორიგებით დასრულდა ეს საქმე, წარმატებული მედიაციით დასრულდა. მე ხუმრობ ხოლმე, თავიდან ვამბობდი, როცა 2020-დან პროფესია შეიქმნა ახალი საქართველოში, რომ მედიაცია არის დავის გადაწყვეტის უალტერნატივო მექანიზმი. თუმცა რიგ შემთხვევაში დარგის პოპულარიზაცია სჭირდება ეს ყველაფერი, მაგრამ მარტივად და რაშიც ნამდვილად დარწმუნებული ვარ და მჯერა არის რომ მედიაცია არის უალტერნატივო მცდელობის პლატფორმა დავა დარეგულირდეს შეთანხმებით. რატო ვამბობ ამას, რომ ეს არის უალტერნატივო მცდელობის პლატფორმა, იმიტომ რომ ხა შეთანხმებით დასრულდება თუ არა, ამის გარანტიას ვერავის ვერ მივცემთ, ხო? და მედიატორიც ნამდვილად მისი რა თქმა უნდა მხარდაჭერა მხარეებისადმი იმაში გამოვლინდება, რომ დაიხმაროს მიიღწეს მორიგება, თუმცა გარანტიას ვერავის ვერ მისცემს ესა თუ ის მოლაპარაკება, რა შედეგი დამთავრდება მით უფრო შეთანხმებით, მაგრამ აი ის რომ ეს არის პლატფორმა უალტერნატივო მცდელობის, რომ იქნეს და მიღწეული მორიგება, ეს ნამდვილად მასია და აი ამაში თქვენ ადვოკატები უდიდეს როლს თამაშობთ, რატო? ნახეთ მეგობრებო, ეს უნდა უთხრათ ჩვენ ადვოკატ მსმენელებსაც მათ შორის, რომ კლიენტი ვის ენდობა ყველაზე მეტად? საკუთარ თავს. მას მე ადვოკატს. აქედან გამომდინარე, ვის ანდობს იურიდიულ ბედს? რაშიც რას უხდის ადვოკატს? ჰონორარს, ხო? თავის ყველაზე ძვირფასი რაღაც მომენტებია. ერთი ფინანსები გასცა და ანდო ბედი ადვოკატს. ესე იგი, ადვოკატის გაცნობიერება, ინფორმირებულობა იმაში კი არა, რომ მედიაცია კარგია, არა. არაფერ შემთხვევაში მე თამამად ვიტყვი, ყოლია, მყავზა მეყოლება არაერთი კლიენტი, რომელიცაც არ მირჩევია მედიაცია. და ყოლია, რომელიცაც მირჩევია მედიაცია. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ვართ ის პირები, ვინც ყველაზე კარგად ვიცით,
კლიენტზე კარგად ვიცით მისი საქმის ფაბულა და ის სამართლებრივი საჭიროება შეგვიძლია დავინახოთ და რა თქმა განცდიდოთ. უნდა და აქედან გამომდინარე თუ ხედავთ რომ კლიენტისთვის და მისი მზაობაც ამ მიმართულებით არის რა თქმა უნდა ვურჩევთ მაგრამ ჯერ ჩვენ უნდა ვერკვეოდეთ ეს რა მიმართულება როგორც თევზი წყალში თუ თავს ბრძნობთ სასამართლოში იგივენაირად როგორც თევზი წყალში როგორც წარმომადგენლები უნდა თავს გრძნობდეთ ამ პლატფორმის გამოყენებისასაც აქედან გამომდინარე ჩვენი რჩევა საბოლოო ჯამში ბევრ რაღაცას განაპირობებს და ჩვენი რჩევა რაც ბიზნესთან თავში აღნიშნავს სკეპტიციზმი ხო და თუ ჩვენ არ მიმღებლობა არ გვაქვს ან არ გვინდა დავუშვათ და არ გვაქვს სწორი ინფორმაცია და ამიტომ გგონია რომ კლიენტს ვკარგავთ და ასე შემდეგ ეს უსწორო პრაქტიკაა და უფრო მეტიც ეთიკა გვავალდებულებს პროფესიული პირდაპირ არის გაწერილი ჩვენ ეთიკის კოდექსში ადვოკატების რომ კლიენტს კონსულტაციის დროს უნდა მივცეთ ასევე კონსულტაცია დავის გადაწყვეტის ეთიკურ კოდექსში ასე გვიწერია ალტერნატიული მექანიზმების შესახებ მედიაციაც მოიაზრება რა თქმა უნდა არბიტრაჟთან ერთად. კი ბატონო, ადვოკატის როლზე ვსაუბრობთ ჩვენ ამდენი ხანია და ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ხელა მნიშვნელობა აქვს სამედიაციო პროცესში ადვოკატებს. თუმცა ეს ყველაფერი სტატისტიკითაც გავამყაროთ. თუ არის მაგალითად მონაცემები, როდესაც წარმომადგენელი არის ადვოკატი და ადვოკატის გარეშე მორიგების სტატისტიკასთან დაკავშირებით. მოდით ასე ვთქვათ, მე პირადი გამოცდილებით შემილია გითხრათ, რომ როდესაც მაგალითად ფასილიტირებ ისეთ მედიაციას, სადაც წარმომადგენლით არის მხარი წარმოდგენილი, უფრო მეტად არის მორიგება მიღწეული. და ზოგად სტატისტიკასაც რო შევხედოთ ვიცი ვისარგებლებ თქვენი შემთხვევით და რახან ჩვენ მაყურებელს და მომხმარებელს ვესაუბრებით უნდა უთხრათ რომ 2020-ის იანვრიდან კანონის ამოქმედების შემდგომ მედიაციის კანონს გულისხმობ და როგორც უკვე აღნიშნეთ ორი ფორმაა ხო სასამართლო და არასასამართლო მედიაცია არასასამართლო მედიაციის სტატისტიკის წარმოება ცოტა რთული ტექნიკური ნიუანსია იმიტომ რომ მედიაცია მაჯორეს უნდა უთხრათ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს არის კონფიდენციალური პროცესი რაც ასევე უპირატესობებში არ ჩამოვთვალე გამოგვრჩა ალბათ და ახლა მინდა რომ ვთქვა კონფიდენციალური ნამდვილად იმდენად ბევრია რატო არის კონფიდენციალურობა უპირატესობა მედიაციის ჩვენ ადვოკატები ქეც ვიხრით გამჭვირვალე და ტრანსპარენტული საჯარო სასამართლო წარმოებისადმი ხო ხომ ასეა კოლეგები თუმცა მოდით ჩვენ კლიენტებს მივცეთ უფლება რომ მათ არჩიონ კონფიდენციალური წარმოება და კანონმდებლობა ამას ამბობს რომ მედიაციაში არც ოქმის აუდიო თუ ვიდეო არ დგება იქ გაჟღერებული ინფორმაცია მედიატორისთვისაც კონფიდენციალური რჩება და ხშირ შემთხვევაში კლიენტებისთვის ჩვენი კლიენტებისთვის ეს არის უპირატესობა იმიტომ რომ არის თამამად შემილია გითხრათ არაერთი ბიზნესი დასამალი კი არა აქვს რაიმე არა უბრალოდ რეპუტაციული რისკებია მათ არ უნდა რომ საჯარო სასამართლოში თუნდაც მათი ამა თუ იმ დარღვევის შესახებ ყველამ ხო ვიცით ჩვენი სუსტი და ძლიერი წერტილები საჯაროდ გაჟღერდეს ფიზიკური პირების მაგალითად ახლა რატო უნდა უნდოდეს მოდით ღიად ვთქვათ ხო აი ძალიან ხშირად არის რომ საოჯახო დავების მოსმენა რთულია რატო უნდა უნდოდეს საკუთარი სამზარეულოს გარეთ გატანა თუ რესურსი აქვს რომ ეს კონფიდენციალური წარმოები დაარეგულოს აქედან გამომდინარე ეს უპირატესობა ახლა ის რატომ აღნიშნეთ ამ უპირატესობების ფონზე რა თქმა უნდა ადვოკატის სწორი კონსულტაცია კლიენტისათვის რიგ შემთხვევაში არის გამსაზღვრელი, იმიტომ რომ კლიენტი ყველაზე მეტად და დიდწილად ეს ჩვეულებრივი მოვლენა არის. უნდა ენდობოდეს და ენდობა თავის წარმომადგენელს. აქედან გამომდინარე ჩვენი როლი არის რომ სწორი კონსულტაცია მივცეთ. ამით იმისი თქმა ნამდვილად არ მინდა როგორც თავში აღნიშნეთ რომ ჩვენ უნდა კარგი ვთქვათ ან ცუდი ვთქვათ, გნებავთ სასამართლოზე, გნებავთ არბიტრაჟზე და გნებავთ მედიაციაზე. არა, ჩვენ უნდა ვიყოთ თანაბრად მომზადებული კონსულტაციის მიმცემი პირნის სამივე ამ წარმოებასთან დაკავშირებით და დაე კლიენტმა უკვე მიიღო ის ინფორმირებული გადაწყვეტილება ჩვენი კონსულტაციის საფუძველზე. ირაკლი 2020 წელს საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ დაამტკიცა სტრატეგიული გეგმა, დოკუმენტი, რომელმაც გაწერა 5 წლიანი გეგმა 2025 წლისათვის სად უნდა ყოფილიყო საქართველოში მედიაცია. როგორ შეაფასებთ ამ 5 წელს და ასევე გავაერთიანებ შეკითხვას კიდევ 5 წლის შემდეგ სად ხედავთ მედიაციას საქართველოში? გივი, მე პატივი მერგო მართლაც და მე მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების, მედიატორების ამ შემთხვევაში და ზოგადად დარგის, რომ პირველი თავმჯდომარის სტატუსი მაქვს ამ ეტაპზე ხელმეორედ არჩეული პირი გახლავართ და მე მინდა რომ ვუსურვო ამ დარგს წარმატებები არა აქვს მნიშვნელობა რა გადმოსახედიდან ვიქნები წარმოდგენილი ეს იურიდიული პროფესია იქნება თუ ასე
დღეს შემდეგ რა თქმა უნდა ნებისმიერ შემთხვევაში მე პირადად ყოველთვის მხარდამჭერი ვიქნები ამ დარგის და მართლა წარმატება მინდა უსურო. ახლა ჩემი მხრიდან ნამდვილად შეიძლება უსწოროდ ვინმე ჩათვალოს, რომ აქებს პროფესიას ან რაღაცგან თვითონ თავმჯდომარეო, მაგრამ მე მიყვარს პრაქტიკული საუბარი და კონკრეტიკით საუბარი და არც არაფრის დამალვაზე არ ვარ თანახმა. სათქმელი უნდა ითქვას. მე შეაფასოს მსმენელმა, მაყურებელმა და მომხმარებელმა. რა თქმა უნდა, უფრო მეტი შეიძლებოდა გაკეთებულიყო თავისთავად. და უფრო მეტი ყოველთვის შეიძლება გაკეთდეს. მით უფრო თქვენ აღნიშნეთ 2020-ის იანვარში ამოქმედა კანონი და პროფესია დაფუძნდა 2019-ის 14 დეკემბერს, ეს არის მედიაციის დაბადების დღე, ასე აღინიშნება ხოლმე როგორც ასე მედიატორის დღე და თქვენ 5 წელი აღნიშნეთ. მე მიყვარს კონკრეტიკა, ეს არის არასრული 2 წელი, ანუ 2 წელიწად ნახევარი და რატო განვითარების. იმიტომ რომ კოვიდი გაჩნდა ჩვენთან ერთად, მე ხშირად ვხუმრობ ხოლმე, თუმცა კოვიდი ღვთის წყალობით ყველამ ერთად დავამარცხეთ, მედიაცია გააგრძელა განვითარება და იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, როგორც აღამეთ დღეს თქვენ გიყურებთ, ისე ვარ დარწმუნებული, რომ შეიძლება ვიღაცა სახე იგონოს, რომ ძალიან დიდ დროს ვამბობ, 10-15 წლის თავზე ეს მიმართულება იქნება ისეთი დოზით მოხმარებადი, რომ შეიძლება დღეს ვერც წარმოიდგინოთ. ამას აქვს ძალიან მარტივი ახსნა. ძალიან მარტივი ახსნა. რატო? რომელი საკუთარ თავზე ორიენტირებული პირი, ფიზიკური გინდა თუ იურიდიული, ყველანი არიან ეგოისტები. არ ხართ ეგოისტები? მე ვარ. ყველა ადამიანი ეგოისტი. ღია და გულწრფელი. ნებისმიერი ადამიანი, როცა ამას კარგად გაიგებს ოღონდ, რომ თავად იღებს სადღაც გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიღების ვადას აკონტროლებს. შიგთავს, შინაარს განსაზღვრავს, ფულს ზოგავს, დროს ზოგავს, მხარესთან ხით ჩატეხილობა არ წარმოეშვება და მასთან ურთიერთობის გაგრძელება შეუძლია და შეგვიძლია გავაგრძელო. ეს მექანიზმი არსებობს. როგორ შეიძლება ამ ადამიანმა, ამ პირმა, გნებავთ ბიზნესი და გნებავთ ფიზიკური, ამიტომ თქვი ალტერნატივა მცდელობა, შედეგზე გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ არ სინჯოს მედიაცი. ეს ხო 2x2 4. აქედან გამომდინარე ამ სტრატეგიას რო არ გავიქცე 2 წელიწად ნახევარია განვითარების რა პერიოდშიც აქტიური განვითარების ორი ისე რა თქმა უნდა კალენდარულად 5 წელი არის რაც იყო გაწერილი სტრატეგია და 1 პროფესიის დაფუძნების შემდგომ შემუშავებული იყო ეს არის თვითრეგულირებადი პროფესია ეს არის დამოუკიდებელი თვითრეგულირებადი მსგავსად ადვოკატთა პროფესიისა მას უნდა მიიღო ეთიკის კოდექსი მიღებულია ბატონო არჩეულია ეთიკის კომისია, დისციპლინირების წესი გაწერილია. ახალი მედიატორების პროფესიაში მიღების სტანდარტი დაგვავალდებულა კანონმდებლობამ, ანუ სერტიფიცირების წესი მიღებულია, გაწერილია და სტატისტიკით შემილია გითხრათ 2020-ის იანვარში პირველი დამფუძნებელი კანონმდებლობით მედიატორი იყო 54, დღეს არის 320. ანუ ამ არასრული 2 წელიწად ნახევრის მანძილზე 320-მდე ავიდა მედიატორთა რიცხონება. მე ვინც მიცნობთ და თქვენ მიცნობთ და ღიად ვიტყვი, არასდროს არ ვარ რიცხონებაზე ორიენტირებული, მე ხარისხი მაინტერესებს. მაგრამ ნახეთ რისი თქვა მინდა 320 ბევრი შეიძლება არა ადვოკატთა პროფესიას თუ შეხედავთ. მაგრამ თავარი ის კი არ არის რამდენი არის წევრი, თავარი არის ხარისხი, მაგრამ ფაქტი ხომ არის რომ 320 შემდგარი მოქალაქე სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ამ პროფესიით. ანუ დაინახეს რაღაცა, რაც მათთვის არის მომხიბვლელი. შეიძლება ზედმეტი სანდოობა საზოგადოებაში, რეპუტაცია, ავტორიტეტი, დარგი ირწმუნეს და ამ 320-დან დაახლოებით 70-15% არის ჩვენი პროფესია, ადვოკატის. ყველაზე პრაგმატული, ყველაზე პრაქტიკული პროფესიის. ესე იგი, ეს ხალხი რო აქ წამოვიდა და მანტია მედიატორის მოირგეს, რა თქმა უნდა, სტატისტიკა ახსენე. ესე იგი, დარგი ვითარდება. და ახლა მოდი მარტო ჩვენზე არ ვისაუბროთ მედიატორებზე და ადვოკატებზე, ვთქვათ, მომხმარებელი რამდენად იზრდება. 2020 როცა დასრულდა, პროცენტულად რო შევხედოთ, ხო, მომართვიანობას რო შევხედოთ. 2020-ის შემდგომ 2021 დასრულდა და ზრდა იყო, 2022 დასრულდა და მომხმარებელთა ზრდა იყო, 2023 ზრდა იყო, 2023 რო დაიხურა სასამართლო მედიაციაში საქმეთა რეფერირების შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ დაახლოებით 25%-ით მეტი იყო მომხმარებელი ვიდრე 2022-ში, 2024-იც დაიხურა დაახლოებით 18%-იანი ზრდით და 2025-იც დაიხურება დარწმუნებული და ასე იქნება სასამართლოზე. და პარალელურად სტრატეგიაში ნახეთ მე ის საკითხები ჩამოვთვალე რაც სავალდებულოდ იყო აღებული ვალდებულება რომ გაკეთდებოდა და გაკეთდა ასევე გაგრძობადი პროფესიული განვითარების კურსები დაინერგა მედიატორთათვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსი იყო ისევე როგორც ერთ დეტალს არ მინდა რომ გვერდი ავუაროთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის ეს არის ცნობიერის გაზრდა მედიაციის შესახებ
და საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, რაც არ უნდა, კიდე ერთხელ ვიმეორო და ვთქვათ, რომ თუნდაც 320 კი არა და 520 არიან მედიატორი მომხმარებელი თუ არ ყავს, არანაირი აზრი არ აქვს. კაპიკია ამ სტატუსის გონა. და მომხმარებელს რა განაპირობებს? დიდწილად ჩვენ სხვადასხვა რო გითხრათ ადვოკატები, იმიტომ რომ ჩვენ ვართ კლიენტისთვის პირველი იურიდიული რჩევის მიმცემნი. დავის რა გადაწყვეტის მექანიზმი იმ დროს სჭირდება. მაგრამ გარდა ჩვენისა ძალიან დიდი დატვირთვა აქვს განათლების სისტემაში მედიაციის ინტეგრირებას. სტრატეგიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გეგმა იყო და არის და დარჩება დარწმუნებული ვარ, ჩემს მერიც და ეს უნდა ბოლომდე ყოველთვის გვახსოვდეს, რომ განსახორციელებელია და გასაძლიერებელი მიმართულება ეს არის სასკოლო და საუნივერსიტეტო სასწავლო მერხზე მედიაციის შეტანა. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ეს მიმართულება ვითარდება, მათ შორის სკოლებში მედიაციის სწავლებასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს განათლების სამინისტროსთან. მოგახსენებთ, რომ დღეს განათლების მინისტრი მედიატორი გახლავთ, ასევე დამფუძნებელი წევრი იყო და რა თქმა უნდა მხარდამჭერი იდეის მედიაციის, ისევე როგორც საუნივერსიტეტო მიმართულებით ჩვენ შემიძლია ჩამოვთვალო ახლა რომ არ გამორჩეს რომელიმე ალბათ არაა სწორი, მაგრამ თითქმის ყველა უნივერსიტეტში მედიაცია უკვე ისწავლება, რიგ შემთხვევებში სავალდებულო არის და ყველა დანარჩენში უკვე არჩევითი და ამ მიმართულებითაც სავალდებულო დანერგვის მნიშვნელობა და საჭიროება დღის ეს რიგში დგას. რატო? იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ჩვენ სოციუმი მოვამზადოთ და უფრო მეტად ინფორმირებული ვყავდეს იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის პრიორიტეტული მათთვის დავის რეგულირების იმ ეტაპზე, კონკრეტული დავის წარმოშობის ეტაპზე საშუალება და მექანიზმი და მათ მერე უკვე თავად მიიღონ გადაწყვეტილება გამოიყენონ თუ არა მედიაცია. კერძო მედიაციაზე მიმართულებით საუბრო ძალიან მალე გაიზრდება უფრო მეტად და ესეც ძალიან საინტერესოა. აი ახლა თქვენთან სანამ მოვიდოდი, მოვდივარ კერძო მედიაციის სიმპოზიუმი დაფუძნდა ყოველწლიური მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით, თუმცა ინიციატორი არის გრიგოლ რუბაქიძის უნივერსიტეტი. მადლობა ამ უნივერსიტეტს, სწორედ იმ სიმპოზიუმიდან მოვდივარ და ეს ძალიან მახარებს, იმიტომ რომ უკვე სწორი ხართ ბიზნა კერძო მედიაციის დანერგვის მიმართულებით ნაბიჯები გადასადგამია და იდგმება და უბრალოდ შეგაწყვეტინეთ შეკითხვა, აი სწორედაც ამ მიმართულებით ვცდილობ ყოველ შემთხვევაში საქმეს, როდესაც მოდის კლიენტი ანალიზის შემდეგ ხშირ შემთხვევაში მედიაციისკენ კერძო მედიაციას ურჩევ ხოლმე და ეს მართლა დროის ამბავში რესურსის და ყველა იმ დადებით ბიზნესთან ნახეთ რა კარგი იქნება, როცა თქვენთან რომ მოვა კლიენტი, თქვენგან კი არ გაიგებს პირველად მედიაციის შესახებ, არამედ მას უკვე ეწოდინება. პირდაპირ მედიაციისთვის მოვიდეს. როგორ უნდა მოხდეს რომ აქცია განათლება, ამიტომაც ვაკეთებთ აქცენტს, რომ სამოქალაქო განათლება, სკოლებში განათლება, უნივერსიტეტში განათლება და მათ შორის ასოციაციის სტრატეგიულ გეგმაში ერთ-ერთი მიმართულება იყო პროფესიებთან ვიწრო თანამშრომლობა. მარტო იურისტები, რა თქმა უნდა, მედიაციის მხარდამჭერები ვერ იქნებიან. ასოციაციას მათ შორის ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს ეკონომიკის და ბიზნესის წარმომადგენლებთან. თითქმის თანამშრომლობის პლატფორმები გვაქვს შექმნილი ყველა ბიზნეს გაერთიანებასთან, რომელიც მერე უკვე თავთავიან წევრებთან მედიაციის შესახებ ინფორმაციას ზრდიან და მათ შორის ბიზნესის ადმინისტრების ფაკულტეტებთან უნივერსიტეტში და იქაც უკვე მედიაციის შეტანა, როგორც ასეთი ჯერ საინფორმაციო და მერე სასწავლო კომპონენტის სახით ხორციელდება და არა მხოლოდ მე უბრალოდ რამდენიმე დარგი გამოვყავ. ცნობიერის გაზრდა ბიზნესი. ამიტომ ვთქვი მე თავში რომ 10-15 წლის სავზე თქვ. იმიტომ რომ არც ერთ რეფორმას მე ესეთი განცდა მაქვს და ესეთი აღქმა მაქვს, როგორც იურისტს, რომ ჩვენ შეფასება 2-3, თუნდაც 5 წელიწადში არ უნდა მივცეთ. მით უფრო ესოდენ ფუნდამენტურ მიმართულებას, რასაც სოციალური მშვიდობის დამკვიდრების გზაზე დავის გადაწყვეტის ამ მექანიზმის დამკვიდრება ქვია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის დროში, ოღონდ ეს დრო ყოველთვის გაივლის. მე თავში მაგით ვთქვი, რომ ჩემი ყველაზე კარგი მეგობარი არის დრო და ადვოკატისთვის მე ესე მგონია. და დრო თავისი წესებია, ვერ გააჩერებ. მაგრამ დრო არ უნდა გაიაროს ფუჭად. დარგის განვითარების ნაბიჯ ეტაპებზე სათანადო სწორი ხარტკივი სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგმეს, რომ ჩვენ 15 და 10 წლის სავზე სწორედ იმ რეალობასთან მივიდეთ, რა რეალობაც დღეს არის მაგალითად ძალიან განვითარებულ იურისდიქციებში მედიაციის, როგორც არის მაგალითად ამერიკის რიგი შტატები, სადაც გარკვეული კატეგორიის დავებზე ადვოკატები და მათი მარწმუნებლები სასამართლოში არ დადიან, პირდაპირ მედიაციას გამოიყენებენ. ევროპის რამდენიმე იურისდიქცია, აზია უნდა ვახსენოთ, ძალიან განვითარებულია მედიაცია. იაპონიაში დაახლოებით დავების 80% პირდაპირ მედიაციაში მიდის. ჰონკონგი, სინგაპური და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე ჩვენც საქართველოს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ფერხულში ჩართულნი ვართ და ამ ფერხულში ჩართვა ამ დარგის განვითარების გზაზე ადვოკატის როლის გარეშე გამორიცხული. მოკლედ მომავალი მედიაციის არის და ერთ-ერთი ნამდვილად შეიძლება მასე ითქვას, მომავალი არის საზოგადოების და საზოგადოების ინტერესები
სწორედაც რომ საზოგადოების ნაბიჯებს კარნახობს და საზოგადოება დამიჯერეთ საკუთარ თავზე როცა ფიქრობს, ის ყოველთვის ეცდება ნაკლები დანახარჯით შედეგი მიიღოს და იყოს სოციალური მშვიდობა და საზოგადოებაზე ორიენტირებული მიმართულება არის. რა თქმა უნდა. ეს ეპიზოდი დავასრულოთ ამ საუბრით. მადლობა ირაკლი. თქვენ დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო თქვენი შეფასება და ამავე დროს ეს კონკრეტიკა, რომელიც გთხოვეთ და რაც მინდოდა რომ მიგვეტანა არა მარტო საზოგადოებამდე, არამედ ჩვენი პროფესიის ადამიანებისთვის, რომლებიც სკეპტიკურად უყურებენ მედიაციის პროცესს. მადლობა კიდევ ერთხელ. წარმატებები გივი, წარმატებები ვიცი. დიდი მადლობა, მეც უერთდები ამ მადლობას, ძალიან საინტერესო საუბარი იყო, თქვენი მოსმენა ყოველთვის საინტერესოა და დარწმუნებული ვარ, ჩვენი განაცემის მეშვეობით კიდევ ბევრი ადამიანი შეიტყობს მედიაციის შესახებ და აუცილებლად დაფიქრდება ამ შესაძლებლობაზე, რომელიც ძალიან საინტერესოა. წარმატებები თქვენ გადაცემას, წარმატებები ჩვენს პროფესიას, მედიაციას და იურიდიულ პროფესიას ადვოკატებს.